თქვენ ყველას პრინციპში აი რაღაც ფულების ტრიალი და შონა გაცემა მიცემა მოპოვება გონიათ ნუ თავარი ამბავი რა ცხოვრებაში და ამითი ფასდება ცხოვრება ადამიანი ფასდება ამითი ვინც ამას აკეთებს ეს მოყვება აი საბჭოთა საქართველოსთან სადაც იყო აი დელეცები და კაი ტიპები ეგენი იყვნენ რა ეგენი ცხოვრობდნენ კარგად მაგათ ყავდათ მანქანები მაგათ ყავდათ კარგი ავეჯი ჰქონდათ სახში რაღაცა ბინები რაღაცა აგარაკები რაღაცა და ყველა შეყურებდა ესე და დანარჩენი იყო ყველა ლუზერი ლოხი და იყო ისეთი გზნობა რომ ეგ არის რა ცხოვრება და ეს წამოიღეთ იქიდან სხვა მხარე იყო ესე იგი ნუ აი ეს 500 სიტყვიანები იდიოტები კომუნისტები იყვნენ და სალონი ვაკის ხო ესე იგი აი ნუ გადაპრანჭული შტერების და ნამდვილი ცნობების ქვეყანა რომელიც თქვა ამაში შედიოდნენ მწერლები ფილოსოფოსები ვიღაცები ყველანი აი ამ ნაწილში ავიო მხატვრობა და რაღაცა და მოკლედ ნუ ისეთები ვინც ეგუებოდნენ რა შემგუებლურია ესეთი ცნობიერების ხალხი ხო აი ეგენი რა ეს არის ეს იყო სულ დელეცები 500 სიტყვიანები კომუნისტები და სალონი რა და ეს სალონი მშვენივრად გრძნობდა თავს რა ესე იგი კულტურული ცეგონა თავი ესე იგი ჭკვიანი ცეგონა ისიც ეგონა რომ რაღაცა აი დასავლეთ ეგენი ეთამაშებიან შინაგნად და რაღაცა და იციან კულტურა რა არის და მაღლა არიან საბჭოთა კავშირზე ამის ილუზიებიც ჰქონდათ და ესეთი იდიოტები რა ხო და მოკლედ აი აქედან ხართ ამოსულები რა და ეხლაც ეს ბიზნეს ფრჩქნიალი აქეთ იქით ამ ფულებით და რაღაცით და კანონები რო შემოაქვს იმიტომ რომ ფული შემოიტანოს გაიტანოს რაღაცები ჩალეჩოს კაიგეთ ეგეჩვენებათ რომ რაღაცა მაგარი ხდება რა და რაღაც თქვენ არც არ გიცხოვრიათ არანაირი იდეალებით იმიტომ რომ ჩვენთან არა თქვათ როგორც იმაში რა მოსკოვში თქვათ იყო ხო აი რაღაცა ისეთი რა ნამდვილი ხალხი ვინც ებრძოდა საბჭოთა კავშირს ესეთი იყო ორი კენკელა ადამიანი რა და იცით ქართველი ვინ იყო ორი ვინც ებრძოდა საბჭოთა კავშირს აი ესე გახსნილად თავისუფლად რაღაც ვისაც სჯიდნენ ვისაც იჭერდნენ უშობდნენ ესე იგი დანარჩენი ისე რა ესე იგი პრინციპულად ესე იგი თვითონ ეს დისიდენტური ჯგუფი აი ესეთი ვინც ებრძვის და რაღაც ეს არ იყო გაფორმებული საქართველოში პრიბალტიკაში უძარმაზარი უძლიერესად აი პოლიტიკურად ჩამოყალიბებული ჯგუფი იყო ჩვენთან არ იყო ესე იგი არც რუსეთში კი რუსეთში იყო აი ავანგარდისტი მხატვრები ავანგარდისტი ისინი რა ქვია კომპოზიტორები ვიღაცები სულ უპირისპირდებოდა ესე იგი როგორც ით ამას ქვია ტოტალური დაპირისპირება ესეთი ჯგუფები იყო ის ტოტალურად უპირისპირდებოდა რა საბჭოთა კავშირს ხო და ჩვენთან რო არ იყო ეს გამოცდილება არ არის და ესე იგი რისთვის იბრძვის ის ვიღაცა ვინც არის დისიდენტი ხო იდეალებისთვის იბრძვის ის არის იბრძვის ფულისთვის გაავსოს მაცივარი კარგად ჩაიცვას გაათხოვოს თავისი შვილი რაღაცა ნუ აი ესეთი სიგოიმეები ამის არ იბრძვის დისიდენტი იბრძვის ცნებებისთვის აი ინდოეთში ხო ვედებში ამათ ქვიათ ქშატრიები ესეთ ადამიანებს ეგენი იბრძვიან მაღალკასტად ვინც იბრძვის იდეებისთვის სამშობლო თავისუფლება დამოუკიდებლობა რაღაც ეგეთები რა ხო და ამას ლაპარაკობ რა ესე იგი ამითი არ სუნთქავდა ესე იგი საქართველოს ესე იგი მთავარი იყო რომ მოძებნეს ფორმა და შანსი გადარჩენის. აი გარკვეული წესით, გარკვეული სახით, როგორ მოახერხონ და შეუდგნენ რა კომუნისტებს და თავისი ადგილი დაიმკვიდრონ. თავისი ადგილზე გოიმები და ისინი იმკვიდრებდნენ კეიფით, ხაშლამათი რაღაცით, დიდი მნიშვნელობა ქონდა საქართველოში ჭამას, რაღაცა დალევას, სადღეგდელოს, სმაჭამა, კარგი შესარგი, მოკლედ ეგ ძალიან მოწონდათ რა ქართველებს და ეგ იყო მაგით გადიოდნენ რა, ეხლა დიდი ფუფუნება არ იყო, მაგრამ ეგ ფუფუნება ქონდათ რა, ხორაქს დაყრიდნენ სუფრაზე და ამითი გადიოდნენ. ესე იგი ვაკეზე და იმაზე გითხარით ხო? ესე იგი იყო ხტაპრუწობაზე და რაღაცეებზე და ის რა ქვია როგორი და რა ავიჯი იყიდეს გუშინ და რა გააკეთეს და რა აი ასეთი უმწეობა იყო რა სულიერი და გონებრივი რა ესე იგი საბჭოთა კავშირი და ამას ყველაფერს ესე იგი ნუ ფულით და იმით უკეთებდნენ ეხმარებოდნენ ამას დელეცები ესე იგი დელეცი აიყვანდა ვიღაცა მუტრუქს მისცემდა ფულს თავის საქმისას და ის სახში ხაშლამას მიიტანდა და
ესე იგი აქეთ კიდე ესე იგი ეს დელეცი იმას ვაკეს აჭმევდა აი რაღაცა ვაკეში შემომტანი შეიძლება დელეცი ყოფილიყო და ამაზე თვალებს ხუჭავდნენ კოხტაპრუცა ვაკელები რომ ესე იგი იცი რა ქვია დელეცი არ ითვლებოდა ჩასაქოლ ტიპად რა იმიტომ რომ მაგაზე იდგნენ რა მაშინ სხვა ფულს ვერ იშოვიდნენ ხო და ამიტომ არანაირი იდეალიზმი არ გამოყვა რა საქართველოს რა ეს იდეალიზმი ნამდვილი რა და ამიტომ არის ცალი თვალი უჭირავს სულ რუსეთზე რომ ეგებ გვაცხოვროს რა ეგებ რატომაც არ გვინდა რა ეს დასავლეთი იმიტომ არც დასავლეთის იცით არაფერი ესე იგი არც კულტურა გესმით რა დასავლური რა რომ რა მოიტანა დასავლეთმა რა არიღირებულებები არ გესმით ესე იგი არც ის ლუქსუსი არ გესმით ესთეტიკა არ გესმით და იმიტომ ვოლგაზე ხართ გაზრდილი ყველანი ფაქტიურად და ჟურნალებში გაქვთ თვალი მოკრული და ეხლა რაღაცა დაიწყეს მერსედესმა იმან აქეთი კიციარლე ეს არის თქვენთვის აი მეორადი რაღაცა ესთეტიკა რა იმიტომ რომ ეს ხო არა რომ აი ახალი მოდელი რო გაიჩიტება და შენ რო სახელმწიფოში ეს გაჩნდა და შენ გააჩინე ეს ესთეტიკა შენ გააჩინე ეს კი შენია ეს ესთეტიკა ამიტომ იყო 90-იანებში სადღაცა ჩამოპრუტუნდე 1-4 დღე თუ რაღაცა მე მგონი მამა ჩემი რო გარდაიცვალა იმ დროს თუ რაღაცა და ესე იგი ოპერაში დამპატიჟეს ესე იგი რაღაც ბილეთები არ მასწავლ რომელი წელი ბოლო იყო თქონდა დასაწყისი აღარ მასწავლ ხო და ესე იგი მაგ დროს ამ ოპერაში წავით და ვიღაცა ტიპებს ხედავ რაღაც არმანიაცვიათ რაღაცები ესე იგი ეგეთი სიმახინჯე ცხოვრებაში ამწენთ რომ აი მუტრუკი იყო რა ტიპი დელეცი რა და უცბად ეს დახვეწილი რაღაცა არმანიაცვია გაიგე და ეს შეუთავსებლობა არის წარმოუდგენელი სიგოიმე რა აი რაღაცა აი თქვა აი ეს დელეცი ქართველი რო ჯდება თქვა სიტყვაზე როლს-როისში რო ჩაჯდეს ხო აი რაღაც წარმოუდგენელი შეუსიტყვისობა იმიტომ რომ ჰარმონია არ არის რა აი მთლიანობა არ არის აი ჰომოგენური არ არის ფორმა და აი ესეთი სიმახინჯეები იყო და ეს იყო სიმახინჯე დღესაც იგივე სიმახინჯეა ზუსტად ხომ არ გონიათ რომ თქვა ვინც თქვა მართლა რაღაც ისეთ ლუქსუს იმაში ან მანქანაში ჯდება ან რაღაც დახვეწილ საჭრელს ჩავს იმას ან ესმის გემო დახვეწილი საჭრელის ან თქვა გამიგე ის რა ქვია იმ მანქანის ესთეტიკაზე кайფა და აი ესეთი ადღლამუზებული სიგოიმე დგას და ამადგამუზებელ სიგოიმეს იგი არაფერი არ შველის იმიტომ რომ იდეურად არ არის დამოხტული საზოგადოება ესე იგი იდეები არ არის რა იდეების არავის არ უნდა ესე იგი გაბრძოლება შრომა რაღაცა ეხა ხო იცით ვისაც გულისხმობ ხო ესე არ იმას არ ვადებ აი ეს იარლექს კოცები და რაღაცა უბრალოდ საუბრობ გამიგეთ საუბრის ტონია რა და ყველა მიიღოს თავის თავზე ან თავის გვერდზე ხალხს დაინახოს შეხედოს იმიტომ თვალები ხო უნდა აეხილოს ხალხს და მიხვდნენ სად ცხოვრობენ როგორი აჯაფსანდალი არის ეს ცნობიერება რა მე ამის შემდეგ ესე იგი ამ ეკლესიამ ილიამ და კიდე ვიღაცებმა გააფორმეს იდენტურობა ქართველი არაფერი არ იყო ესე იგი ის რაც ღრმა გვაგდა რაც სერიოზული გვაგდა და ის ლამის მეცნიერულ დონეზე შეიძლება მარტო განიხილო იმიტომ რომ ესე უბრალოდ ტრივიალურ ცნობიერებაში არ გამოდის ამიტომაც ქართველი გამოვიდა იდენტურობა საგრძელოა ეს რაღაცა საზღარი იაფასიანი რაღაც ისინი დისკურსები მე ისევ ეს ჭამასმა რო აი ქართველები რა კაი საჭმელები და რაღაცები ეს ეგზოტიკური რაღაც ქცევის წესები ესე იგი ესეთივე იდენტურობა ქართველის იყო აი კაი იობარი ბიჭები ქართველი ტყნავენ რუს ქალებს ესეთი იდენტურობა იყო აი ესეთი სიგიჟეები ეს ყველაფერი იდენტურობა მუტრუკებმა მოირგეს ეს რო აი თვითონ კაი სჭამენ კაი სვამენ კაი სახელმწიფოები გაბიჯგვინებული თუ რა ქვია მაგათ აი ბორცკაცებად ქცეულები ლოქოს თვალები იმიტომ რომ ტვინი არ მუშაობს ინტელექტი არ მუშაობს და აი ეს რაღაცა 500 და 1000 სიტყვას შორის მაცხოვრებელი ტიპები კაროჩე გაიჩიტდნენ იდენტურობის მატარებლად ქართული და რო ქართulis ისე ამას ესე იგი ოცნებამ დაადო პირდაპირ ესე რა ესე იგი შეიწოვა იმიტომ რომ ამომრჩევლად უნდა ეს ხალხი და რაღაცა და ქართulis სუფრა რაღაცა არამატერიალური რაღაც სულიერი ღირებულება რაღაცა ეს სირიკო ბახიძე დადის და როგორ აი ხო ეგრეა ის კი არა კითხვით ნიშანი დასვას რა არის ბოდიალო საერთოდ გაიგე ესე იგი ეს რუსეთის პერიოდის 200 წლიანი თავის ლატალაკე იმე აკვანში რუსულში მაგან გამოგვაშტერა და ეგ გახდა ჩვენი იდენტურობა და ნამდვილი იდენტურობას უნდა სერიოზული მოძიება და მართლა ღრმა და ენაში პოვნა და
რა ვიცი კიდე რა ურთულეს კულტურულ არტეფაქტებში და იქიდან მოტანა და ხალხი უნდა იდენტურობის წინ ესე იგი იმას ქნას რა ქვია mesmerized იყვნენ ესე იგი არ ვიცი მე დაგიპნოზებული ისეთი სიღრმის და სირთულის უნდა იყოს იდენტურობა ამათ კლაპი და ის რა ქვია ჩაიცვამს ის დებილი ვასაძე რა ქვია იმას თავის ჩოხას და გონია რომ იდენტურობას ეზიარა ქართულს და კიდე რაღაცებს მობოდავს იქ რაღაცა რო არაფერი არ ესმის იქიდან ამოიღებს თავისი მოკლე ჭყუით რაღაც იდეებს და დაახვევს და მერე დაისვავს შათირიშვილს გვერდზე რომ პადდეშკა ჰქონდეს იმიტომ იმას ფილოსოფოსი ქვია ფილოსოფოსი პირველ რიგში მორალია და მაგ მორალზე რაც დაემართა შათირიშვილს და კიდე დაანჩენ ფილოსოფოსებს ვიცით ხო და გარჩა აი ესეთი სიგიჟე დგას რა სანამ ჩვენ ვერ მივხვდებით რომ სიტყვა დემოკრატიას, ჰუმანიზმს, ლიბერალიზმს უდევს უკან ძალიან დიდი იდეები და რაც ესე იგი ანთავისუფლებს ადამიანს არა მარტო პოლიტიკურად, სოციალურად, ეკონომიკურად, ეგ კი არ უდევს მარტო არა, ონტოლოგიურად, ეგზისტენციალურად ანთავისუფლებს, რომ ესე იგი ეგ არის უდიდესი ბრძოლა, რომ აი რაღაცა ეს ადამიანის რაღაც პატარა და აი ეს რაღაც მოჭერილი აი ეს მასშტაბი რაც არის და რაშიც არის ჩამძვრალი აი ადამიანი, რასაც ქვია თავისი სხეული ისა, რომ აი ამის იქით გაიბრძოლოს. ამაში დევს რეალური ნამდვილი ეკლესიური კი არა, რელიგიური ბრძოლაც, რომ აი რაღაც გაბრძოლება რომ გახვიდე შენი სულით გარეთ. ამაში დევს თელი სულიერება კულტურის, თქვა აი დასავლეთში რაც გამოვლინდა წარმოუდგენელ კულტურულ არტეფაქტებში, ხო, რაც ხდება იგივე, ნუ აი უბრალოდ რა იმაში რაც კეთდება თქვა კინოში, ფერწერაში, მუსიკაში, იმაში, ამაში, რა ჩვენგან უშორესია, უშორესი. და აი ამას ჭირდება ნელ-ნელა, ესე იგი შეყვანა ამის სიყვარულის პოვნა, ამის და არა მარტო რაღაცა ტერმინების ბრახაბრუხი რა, რაღაც თქვათ იქა ეს დემოკრატია, ჰუმანიზმი, კაცმა არ იცის რა არის ამის უკან, აი რაღაცა ცდილობ რომ მოვარგო და გითხრათ ამის უკან რო დევს რაღაცეები, და აი მარტო ამის სიყვარულით დაიბადება რაღაცა. თორე ის რაც თქვა ჩვენთან არის, აი ახალგაზრდები ნიშნებით ორიენტირებენ, ხო? იმიტომ რომ ესეთი ღრმა ცოდნა და რაღაცა არ გააჩნიათ, მაგრამ ნუ ნაწილს რასაკვირველია, ეგ ვიღაცა ეს მე არ ვლაპარაკობ ხოლმე 10-20 კაცზე, 100 კაცზე ვლაპარაკობ ზოგადად, ხო? ესე იგი მაგრამ რაღაცა ნიშნებით ოპერირებენ და უყვარდებათ ეს ნიშნები და ნუ ხვდებიან რომ მაღალი ესთეტიკა და რაღაცა აზროვნების რაღაცა წესები, იმიტომ რომ თქვა არ ესმით, მაგრამ თაყვანს ცემენ, არის დასავლურ მოდელში, არსებობის და არა რუსულში და ქართულში ხო საერთოდ. და ამიტომ აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად უნდა ესე იგი აი ეს აბურდულია, ხო? და ეხლა რომ დავიწყოთ მაგის ესე გახსნა, ხო? ესე იგი არ გამოვა რა მაკედონელებით უნდა გაჭრა. და ამ გაჭრა ნიშნავს იმას, რომ რაღაცას დიდს ენდო და აი ეს ნდობა დაგვიზიანა და გაგვიფუჭა ესე იგი ოცნებამ და ესე იგი ოცნებამ რა გააკეთა ყველაზე დიდი აი ჩათლახობა, რასაც ქვია. ესე იგი ჩვენ პატივისცემას დასავლეთის შეუყენა წყალი, რითი იცით თავისი რიტორიკით, თავისი აუგათლაპარაკით დასავლეთზე რაღაცა არგუმენტაცია ხო ჭკვიანი ადამიანისთვის მაგათ არა აქვთ, ნული არგუმენტაცია, მაგათი ძალა არგუმენტ, მაგრამ აი ესეთი რიგითი ვიღაც ქართველისთვის და იმ 500 და 1000 სიტყვიანებს შორის რო არიან, ან სულაც უფრო დაბლა, იმათთვის ეს რაღაცა ისინი რომ აი იქ დასავლეთი ჭუჭყიანი და დასავლეთი ვის არის რა ქვია მორალური და ისე ეს მუშაობს. რაღაცა პარტიები იქ რა ომის და რაღაც სტეითები დიპ და რა ესეთი სიშტერეებით, ხო? ნამდვილი სიშტერეები, მეტი არაფერი არ ამის უკან არაფერი არ დევს. სიშტერის მეტი ეს არის ხო კიდე figure of speech ასჯერ მაგ ნათქვა მეტი კი სასაუბრო რაღაცა ის არის რა ხრიკია მარტო რა ამის უკან. და აი ამ სიშტერეებით იქ რაღაცა მოვიდა სანქციები ამ გაზულუქებულ საზიზღარ ვიღაცა მოსამართლეებზე და გამოდის კობახიძე და ეს deep state მაგნაო ბრიტანეთი კი არ ვიკეთებსო deep state შემისავ შენა ბრიტანეთი გიკეთებს ზუსტად და მაგათი აი ეს ის რომ კიდე შეინარჩუნა სიწმინდა დემოკრატიული და რაღაცა აი ეგ გიკეთებს სწორედ ბრიტანეთი და აი ბრიტანეთის კრებითი გონი გიკეთებს მაგას
სწორედ რომ გსჯიან, იმიტომ გსჯიან რომ გაიგე პრეტენზია რო ქონდა რაღაცა რო ოჯახს ვეკუთვნით, აი რაღაცა მაღალი დონის ცნობიერების, დემოკრატიის, ჰუმანიზმის, არა, თქვენ ყველაფერი ჩააჯვით, ყველაფერში ჩასვარეთ, გააფუჭეთ, მიატრიალეთ აი უგოიმესი რუსეთისკენ ყველაფერი, ხო? ხო ყავთ ვიღაც პროპაგანდისტი რო ზის და იკრავდებს რუსული და რო ეძახით, აი მე კარგად ვჭამე, ღორი ხორს რო გავს თვითონ, მე კარგად ვჭამ და არ გინდათ ეგრე ჭამოთ, არ გინდათ რუსეთი იყავით კარგად. აი ღორი აჭამეს, გაიგე ზის ჭამა უნდა და უყვარს და აი ეგეთი ტიპებითო და აი ამითი გააფუჭეთ ყველაფერი და ესე იგი საქართველოში მართლა შეერყავთ, ერთი ყველას ქონდა პატივისცემა დასავლეთის, იმიტომ რომ იცოდნენ შინაგანი რაღაც ინტუიციითაც, იმითაც რომ უამრავი იბრძოლა დასავლეთმა ადამიანისთვის, ადამიანის რევოლუციებს აკეთებდნენ იქით, გაიგეთ? ჩვენ არაფერი არ ჩვენ გვიგვიწია საქართველოსთვის ხალი და ისიც აღარ გვიყვარს, ისე ომი არ გვინდა, ვინ არის ის რაღაცა 300 ის არაგველი თუ რაღაცა ცხაძმა და ხერხეული და ვიღაცა ვინ არიან ეგეთი? გაიგე, დებილები იბრძოლეს ისთვის, ჩვენ რა თქვია, ჩვენ ხაშლამა ჩავჯდეთ, ხაშლამა და კარგად ვიყოთ იქ ჩვენთან ოჯახებში. იმიტომ ვეძახი მაგათ, მეთქი უსამშობლო მეოჯახეებს. სამშობლო არ აინტერესებს, სამშობლოს ინტერესია მეტი გარეთ არაფერი. ერთადერთი თავის ოჯახი და თუ აჭამე და რაღაც მორჩა. ხო და გამიგეთ რაშია საქმე, ესე იგი უნდა ეს ესე იგი מחვილით უნდა გაიჭრას ეს ჩაბურდული ჭუჭყი. ესე იგი ეს გადმონაშთები მეტასტაზები საბჭოთა, გაიგე ეს ჩვენი უნიათობა, რაც 200 წელი გვასწავლა რუსეთმა, რომ უნიათოები ხართ, აი ეგზოტიკური ტიპები ხართ, ჩვენ ჩამოვალთ, ვიკაიფებთ, წავალთ, თქვენ გაგუშალეთ კაი სუფრა, ჩვენ დაგიძახებთ, რომ თქვენ რა კაი ბიჭები ხართ, საქართველო არის ფერედაიზი, რა მაგარი, ამას გეტყვით და всё, იჩეკით რა თქვენთვის კოლბაში. აი იდიოტებად გაგვასაღეს. გამიგეთ? ხო და მოკლედ აი ეს უნდა გაიჭრას. ეს გაიჭრება რითი? აი მას რომ მოусმენ, გაიაზრებ, კარგად, მიხვდები რაშია საქმე და მაშინ გაიჭრება ეს ყველაფერი.